ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს 500 მილიონი დოლარის ევრო ობლიგაციების რეფინანსირება დასრულდა. კუპონის განაკვეთი 5.125% ოდენობით დაფიქსირდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით დაფიქსირებული კუპონი საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევრო ობლიგაციებისთვის ყველაზე დაბალი განაკვეთია ბოლო 4 წელიწადში. ახლად გამოშვებული ევრო ობლიგაციებით 2021 წლის ობლიგაციების რეფინანსირება განხორციელდა. არჩილ იაკობაშვილთან ერთად გავაანალიზებთ უკვე მიღებულ შედეგს. დილამშვიდობის ბედნო არჩილ, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. როგორი შედეგია? თან დავიწყოთ საუბარი და რამდენად ლოგიკური არის ის შედეგი, რაც მივიღეთ აი ევრო ობლიგაციის რეფინანსირებით? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოდი პირველ რიგში ეს ევრო ობლიგაცია და 500 მილიონი დოლარის შესაძლებლობა ცოტა განმარტოთ. ევრო ობლიგაციაში იგულისხმება თვითონ ეს ცნება, რომ არაამერიკელი ემიტენტების მიერ დოლარში იქნა გამოშვებული სავალო ფასიანი ქაღალდი. ასე რომ ევრო ობლიგაცია არნიშნავს მაინც რომ ევროში იყოს დენომინირებული ობლიგაცია, ეს რო ხელს გაუსვებთ და რაც საქართველოს რაც შეეხება, ეს ობლიგაცია მოქცევაში პირველად შევიდა 2006 წელს, შემდეგ ყოველ 5 წელიწადში ხდება განახლება. ეს არის ერთ-ერთი საერთაშორისო ობლიგაცია, იგივე ევრო ობლიგაცია ამერიკის ბაზრისთვის, დოლარში დენომინირებული, რომელიც წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე. ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებით ეს პლეისმენტი იყო ნორმალური. ახლა ვერც წარმატებულს უწოდებ ამას და ვერც წარმატებულს უწოდებ წარმატებაში თუ ის იგულისხმება რომ სპრედები, ანუ G სპრედი, swap-ის სპრედი და CDS სპრედები შემცირებულია 2021 წელთან შედარებით. რა თქმა უნდა, ეს ასე იქნებოდა 2021 წელს ისე როგორც მთელი მსოფლიო საქართველოს ეკონომიკაც იყო პანდემიის პერიოდში, რისკები ამის გამო შედარებით მაღალი იყო. ახლა როგორც ფისკალური ისე ეკონომიკური მდგომარეობა ემიტენტი ქვეყნის გაცილებით უკეთესია ვიდრე 2021 წელს იყო და შესაბამისად სპრედებიც შემცირებულია. აი ახლა ძალიან რასაც უსმენდი, მართლა აი პრემიუმში რომ გამოშვებულიყო, ანუ კუპონთან შედარებით უფრო დაბალი გამოშვების პროცენტი დაფიქსირებულიყო, ეს მაშინ მართლა აი წარმატებული ამას დაერქმეოდა. ნუ ახლა ბიტქავერი თუ 5-6 ფარგლებში იყო, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი, თუმცა მონათესავე ევრო ობლიგაციების შემთხვევაში ბიტქავერის ასეთი დონე გამომდინარე იმ მოცულობიდან, რომელიც ემიტენტმა გამოუშვა, ჩვეულებრივად მისაღები დონეა. ახლა არსებობს ისეთი ემისიები, სადაც ბიტქავერი 10-15 შეადგენს ხოლმე. ჰოლდერებს რაც შეეხება ну, ჯერჯერობით ახლა სია ზუსტდება, ზოგადად ესე არის, რომ თან ობლიგაცია 5 წლიანია, მაგრამ ნებისმიერი ობლიგაციისთვის პირველი კვარტალი არის, ასე ვთქვათ, თაფლობის კვარტალი, ხშირია ვაჭრობა ობლიგაციებით, შემდეგ უფრო დაალაგდება, დაკრისტალდება, წამყვანი ჰოლდერები გამოიკვეთებიან. რავი, დღეს 30-ია, ხო, 28-ში გაიშვა ობლიგაციამ, რომ ნახე მონაცემებში ძალიან დანაწევრებული იყო პოზიციები, რომლებიც წამყვან საინვესტიციო ფონდებს, რომლებიც ან mutual funds-ებს, ან ETF-ებს უშვებენ, ძალიან დანაწევრებული იყო მათ შორის. ეგ რას ნიშნავს? იმიტომ რომ ჯერჯერობით მიმდინარეობს ვაჭრობა, ჯერჯერობით მყარი პოზიციები, ხო, არ არის გამოკვეთილი, უფრო ორიენტაცია უნდა ავიღოთ იმაზე, რომ კონსორციუმში, რომელიც დაეხმარა საქართველოს აღნიშნული ობლიგაციის გამოშვებაში იყვნენ ტრადიციულად Citibank და JP Morgan, რომლებიც emerging market-ებზე
ну წამყვანი ბანკები JP Morgan განსაკუთრებით გარდა ამისა ისინი თავაზობენ Global Custodians უპირატესობა აქვთ Morgan Stanley-სთან და Goldman-თან შედარებით ევროპიდან კონსორციუმ ლიდერი იყო Societe Generale და ძალიან საინტერესოა ჩინეთის საერთაშორისო კომერციული ბანკის ჩართულობა ჩემი ეს მე მგონი პირველი შემთხვევა არის რომ აზიიდან და ჩინეთთან მონაწილეობდა კონსორციუმში ერთ-ერთი ბანკი ალბათ იმ მიზნით რომ აზიაშიც ინვესტორები დაინტერესდებიან საბოლოოდ მე მაინც მგონია რომ გეოგრაფია იქნება ესე რომ ნუ ევროპიდან მაინც სახელმწიფო ობლიგაცია ევროპასთან დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა ახლა შესაბამისად ევროპიდან ინტერესი ნაკლები იქნება უფრო ამერიკელი ემიტენტები იქნებიან ისეთ სახელები როგორც არის BlackRock, Fidelity, Invesco, Templeton, Franklin აი ესენი გამოიკვეთებიან ალბათ როგორც ძირითადი მფლობელები იმის გათვალისწინებით, რომ აი ამ დასახელებულ საინვესტიციო ფონდებს აქვთ პოზიციები როგორც ქართული კომერციული ბანკების აქციებში, ისე მათ ობლიგაციებში. ნუ ევროპიდან ინტერესი ჩემი აზრით უფრო დეზინტერესის ბიზნესი ძალიან აღნიშნე, თუმცა რავი ვარშავაც მქონდა ერთ ყოფილ კოლეგასთან, რომელიც ახლა Danske Invest-ში მუშაობს და მკითხა მაგალითად, რომ აი 3-5 მილიონზე გავაგზავნე მოთხოვნაა და არ ვიცი ოჯახებთ რამდენი დამიკმაყოფილდებაო. ასე რომ გამორიცხული არაფერი არ არის. ახლა ესე იგი თავარი მაინც არის რომელი ინვესტორები დაიკავებენ პოზიციებს და გეოგრაფიულად როგორ გადანაწილდება ეს ხო კიდევ ის აღსანიშნავია რომ მეორადი ვაჭრობა ამ ობლიგაციით დაიწყო გუშინ წინ გუშინ იყო მეორე სავაჭრო დღე და განაკვეთების მატება დაფიქსირდა ობლიგაციები არის შედარებით გაიაფებული. ამის მიზეზი ოდნავ ის არის რომ ფედის მიერ გუშინ წინ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე რომ განაკვეთს უცვლელად დატოვებს, ზოგადად დოლარის მრუდმაც მოიმატა და შესაბამისად ყველა ობლიგაცია რომელიც დოლარშია დენომინირებული, მათი განაკვეთებიც ლოგიკურად მოიმატებდა. მაგრამ ნუ მაინც ინდიკატორი არის რომ ჯერჯერობით აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული რომ უკვე პირველი profit taking-ის შემდეგ ბერმა საინვესტიციო ფონდმა რომლებმაც მოიპოვეს ოპციონის წესით ესენი გაყიდონ და შემდეგ საბოლოოდ ისინი დარჩნენ მფლობელები, ვინც ჩამოვიდა. კი ბატონო, რისკის დონე არის შემცირებული 25%-ზე მეტით. 25 საბაზო. ხო, საბაზო პუნქტზე მეტით, ხო. ანუ აი საინტერესო 50 საბაზისო პუნქტზე მეტით, ანუ 25%-ზე მეტით. ეს იყო საქართველოს ნუ G spread-ი, ანუ government spread-ი. განცხადებაში government spread-ი არის დაახლოებით 150 G spread-ი, ხო? ეს არის დაახლოებით ამერიკის benchmark-თან, ხუთწლიან benchmark-თან მიმართებაში 150 საბაზო პუნქტი, swap spread-ი სადღაც 180 და CDS spread-ი სადღაც 200. 2021 წლის იგივე სიტუაციებს თვალყურებთ არის შემცირებული. 25-დან 50 საბაზო პუნქტამდე 25% არა 25%-ით შეუძლებელი. აი რა არის ესე ვთქვათ, აი რა ტიპის რისკების შემცირება იგულისხმება ეს ამ შემთხვევაში ინვესტორები რისკებად ამ შემთხვევაში რაც საქართველოს აი ეს სპრედები არის ესე იგი შესაბამის ბენჩმარკებთან მათი შემოსავლიანობასთან შედარებით
მოქმედი ობლიგაციის შემოსავლიანობის შესადარისი სიდიდე. მთავარი რისკის ფაქტორი ნებისმიერი ობლიგაციისთვის ეს არის მისი დურაცია, მისი ვადიანობა. 5 წლიანი ობლიგაციის შემთხვევაში იქნება სადღაც ვარაუდობ ახლა 4.5, ანუ 0.004, ანუ 1 საბაზისო პუნქტით განაკვეთის შემცირების შემთხვევაში ობლიგაცია გაძვირდება 0.4 საბაზისო პუნქტით. ძალიან სიღრმეში წავედით უკვე. ჩვეულებრივ რომ ახლა, საქართველოს უნდა გავითვალისწინოთ ორი გარემოება. პირველი ის, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი, რომელიც ყველაზე ესე ვთქვათ, გრძელვადიანი ინდიკატორია რისკიანობის ჯერჯერობით საინვესტიციო ხარისხის არ არის. 2B-ის პოზიცია აქვს, ეს ერთი და მეორე ახლა ის სიტუაცია, რომ ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობის გამო მაინც ქვეყანა მეტნაკლებად ფინანსურში მაინც ვერ ვიტყოდი, მაგრამ ზოგადად იზოლაციაში იმყოფება. აი ეს სპრედის ეს მაჩვენებლები, ახლა კარგი იყო. აი ეს იზოლაციის გამოხატველი რიცხვები, რომ გამოხატოთ ახლა 2005 წლიდან პირველად 2025 წელს მთავრობას დაუფიქსირდა სავალუტო პოზიციებში ნეტ გადინება, ანუ უფრო მეტ რაოდენობით უცხოურ ვალუტაზე ქონდა მოთხოვნა, ვიდრე ტრადიციულად იღებდა ან გრანტების სახით, ან სესხების ძირითადად ევროპელების სახით. ახლა თლად ნულამდე არ ჩამოსულა, იმიტომ რომ აზიის განვითარების ბანკიდანაც მიიღო რაღაც სესხი, მაგრამ აი ევროპელები რაც იმის შემდეგ რაც ჩახსნილი არიან, იმის გამო საქართველოს საერთაშორისო ფინანსური დახმარება გაუწიონ, ბიუჯეტს ჰქონდა დანაკლისი, რაც რა თქმა უნდა საქართველოს ეროვნული ბანკი კონსტიტუციით განსაზღვრული ფისკალური აგენტია მთავრობის და შესაბამისად ვალდებული იყო, რომ რეზერვებიდან შეეცო ის ნეტ-დანაკლისი, რომელიც 2025 წელს მთავრობას ბიუჯეტში ჰქონდა სავალუტო პოზიციის კუთხით. თუ გამოსწორდება ეს სიტუაცია, მაშინ ეს ნიშნავს უკვე იზოლაციიდან გამოსვლას. აგრეთვე გავითვალისწინოთ ახლა, რომ შემთხვევით დამთხოვასაც აქვს ადგილი, მაგრამ 500 მილიონი დოლარისები ობლიგაცია იქნა გამოშვებული, 500 მილიონისთვის საქართველოს ყოველწლიურად უნდა გადაიხადოს პროცენტის სახით, აი 5 და 12-ის მიხედვით, სადღაც 25 მილიონი თუ რაღაც, მაშინ როდესაც წინა ობლიგაციით იხდიდა ყოველწლიურად 12 მილიონს, ეს უნდა გავითვალისწინოთ ახლა აი წარმატების ფაქტორი, რადგან დისკაუნტით გაიყიდა, ეს ნიშნავს, რომ 500 მილიონი ნომინალის ობლიგაციაზე საქართველოს ჩაერიცხა, ფასი იყო მგონი 99 სადღაც, ანუ 495 მილიონი. ანუ წინა ობლიგაციის რეფინანსირებისათვის ბიუჯეტმა დამატებით უნდა გაიღოს 5 მილიონი კიდევ. და გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ ბიუჯეტს თუნდაც საერთაშორისო სასამართლოებში სამწუხაროდ წაგებული დავების გამო აი ამ 5 წლიან პერიოდში მოუწევს ჯარიმების გადახდა, რომელთა ჯამური მონაცემი იკავდება 500 მილიონ დოლარს. მაშინ ახლა, აი იყო მოკლედ ნორმალური პლეისმენტი წარმატებაზე წმინდა საბაზრო ტექნიკური კუთხით ეს გამოჩნდება სადღაც 3 თვეში. ახლა ფისკალური და ბოლო აქცენტიც მინდა რომ მოვასწროთ რეფორმების ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის გამოხატულება არისო, ესე ვთქვათ, ეს განთავსება და ამ თვალსაზრისითაც შეიძლება ჩავთვალოთ როგორც წარმატებული ეს. კარგით, ახლა ეს შეფასებაა თუ და რომელი რეფორმები შეიძლება ჩაითვალოს ამ პერიოდში, ვთქვათ 2021 წლიდან მოყოლებული. თუ უნდა ემიტენტს რომ თვითკმაყოფილების მაღალი ხარისხი გამოავლინოს, უკეთეს ფრაზებს ვერ მოიგონებდა, მაგრამ ვიცით ახლა რეალური სიტუაცია
როგორც არის ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბიუჯეტი კი შესრულდა 2025 წლის, მაგრამ გავითვალისწინოთ რომ ეს ვერ მოხდებოდა ეროვნული ბანკის ძალიან მაღალი მოგების გარეშე და მგონი დივიდენდის სახით ეროვნულ ბანკმა ბიუჯეტში 600 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა და გარდა ამისა ის წინსწრებად გადახდილი გადასახადების პოზიცია მგონი 500 მილიონზე მეტია. მოკლედ აი ეს ორი პოზიცია რომ არ დაფიქსირებულიყო, მაშინ ბიუჯეტის შესრულების საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. ეკონომიკური კუთხით რაც შეეხება, ეს ჩემი პოზიცია, ზოგი ვინც კრიტიკულად უდგება საკითხს იზიარებს პოზიციას, ზოგი შეიძლება განსხვავებულ სიტუაციებს, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა სამწუხაროდ ბოლო 3 წლის განმავლობაში რუსეთთან ძალიან ახლოს არის მიბმული უკვე. ეს გამოიხატება როგორც საოჭრო ეკონომიკურ ურთიერთობაში, ისე კაპიტალის დამოკიდებულობაში. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ბუსტერი. თავარი ეს არის და რუსეთმა 2025 წლის წელი ფაქტურად რეცესიით დაამთავრა, 2026 წელს მას პერსპექტივა არ აქვს. უძრაობა ემუქრება რუსეთის ეკონომიკას და რუსეთის ფაქტორებიც გასათვალისწინებელია ჩვენი ეკონომიკას. კი ბატონო, უღრმესი მადლობა საინტერესო აქცენტებისთვის. არჩილ იაკობაშვილი, საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი, ეკონომიკის პროფესორი იყო ჩემთან ერთად.